პოლიტიკური უგუნურების სამხედრო მარცხის და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო. ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის 12 აგვისტოს შალვა პაპუაშვილის შეფასებით მაშინდელი ხელისუფლების მიერ ოკუპანტთან დადებული შეთანხმება საქართველოს ცალსახავალდებულებას აკისრებდა, აგრესორს კი არა. ცალკე განიხილავს პირველი კანონმდებელი შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით დასავლეთის დამოკიდებულებას და საქართველოსში ომის შემდეგ რუსეთთან ეგრეთ წოდებულ გადატვირთვის პოლიტიკას. სოფო ბერიძე ამბობს. 12 აგვისტოს ორი ისტორია აქვს. გამარჯვებით საქართველოს გაერთიანება და პოლიტიკური უგუნურების სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგად მიღებული კაპიტულანტური შეთანხმება. დოკუმენტებით, შედეგებითა და ქართველი ხალხის წარუშლელი მეხსიერებით სავსე ისტორიის ანალიზ საზოგადოებას ამ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თავაზობს. 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ისტორიაში დიდი მეფე დავითის ხელმძღვანელობით გამარჯვების დღე იყო. გამარჯვების რომელიც საქართველოს დიდ გორისველზე 1021 წელს მოიპოვა. ამ გამარჯვებას ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა. და როცა ზუსტად 887 წელი გავიდა, ისტორიული წარმატების თარიღი ისტორიული მარცხის დღედ იქცა. კაცისგან, რომელსაც ყოფნი და ამბიცია საკუთარი თავი დავით აღმაშენებლისთვის შეედარებინა. 887 წლის შემდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას. დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელიც 12 აგვისტოს შეთანხმება. 12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა. რატომ იყო ომში დამარცხებული ხელისუფლებისგან 12 აგვისტოს შეთანხმება ოკუპანტის პირობებზე დათანხმება? პირველი, დოკუმენტში რუსეთი აგრესორად არავის მოუხსენიებია. მეორე, არავის მიუწია საქართველოსთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია. მესამე, არ განუსაზღვრავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. მეოთხე, არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. მეხუთე, რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო. საქართველოს ვალდებულება კი კონკრეტული და ცალსახა. 2008 წლის 12 აგვისტოს ამ შეთანხმებით კონკრეტული შედეგიც დადგა. რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა. ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა. მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე. 10,000-ობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. ეს ყველაფერი იმ ომის შედეგი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში გარდაუვალ ისტორიულ გმირობა და საქართველოს გამარჯვება წარმოაჩენდა. თუმცა სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ზეიმებით. ომში გამარჯვება შედეგებით იზომება ქვეყნის ტერიტორიების და მოქალაქეების დაცვის, მშვიდობით და სახელმწიფოებრივი ინტერესებით. პირველი კანონმდებელი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა. წერს იმასაც, რომ 18 წლის წინანდელი მარცხი ქართველი ჯარისკაცების არ ყოფილა. ჯარისკაცების, რომლებიც სამშობლოსთვის თავდადებით იბრძოდნენ. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი. ხელისუფლები, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა. ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები. 2008 წლის აგვისტოს 5 სისხლიანი დღის ისტორიას კიდევ ერთი მძიმე მხარე აქვს. ეს საერთაშორისო რეაქცია. ევროკავშირის გარანტიით მიღებული შეთანხმების მეხუთე პუნქტი ოკუპანტს სამხედრო ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებდა, მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო და საქართველოს საწინააღმდეგო. რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა, სანქციები დაწესდა, ვაჭრობა შეჩერდა, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა Nord Stream-ის მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით. საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო. შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო
საუკეთესო შეფასებები. რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შაუბნელი წლები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად 3 დღეში კაპიტულაციისა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალცტუხისა და გორის სამარცხენო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო. სწორედ ამიტომაც ერთი ქვეყნის ისტორიაში 12 აგვისტოს 2 სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გაერთიანა. სააკაშვილმა დიდგორის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა. ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება. ისტორია ულმობელია, რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს. დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი. და მაინც 2008 წელს იყო ხალხი, რომელმაც საქართველოს ღირსება შემოუნახა. საკუთარი სისხლით დიდგორის სახელი დაიცვა და დატოვა რწმენა, რომ საქართველო მარცხს, ღალატს და უსამართლობას არასოდეს შეეგუება. 18 წლის წინანდელმა სისხლიანმა დღეებმა საქართველოს შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე, სხვა ათობით და ასობით გმირი დაუტოვა.